პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ხშირად როცა კონცეფტ კრიტიკა მიდის, ჩემი კოლეგებიდან სრულად არასწორ რაღაცებს ამბობენ, აი იმ გაგებით, რომ ისეთ რაღაცაზე აკრიტიკებენ, რაზეც შეიძლება ჩვეულებრივად პასუხი მიიღონ და რაზეც პასუხი კონცეფტს არ აქვს და სუსტი პოზიცია აქვს, იმაზე არ აკრიტიკებენ. მაგალითად ავიღოთ პატრულის საკითხი. ნუ გასაგებია ნიშნავს, რომ რაც პატრული კარგად მუშაობს. მაგრამ არის მაგალითად ესეთი რაღაცაც სუსლაინები, რომელსაც ავტობუსებსაც ზოგჯერ უშვებენ ხოლმე. ეგრეთ წოდებულ ბასლაინებზე, ანუ სუსლაინებზე არა უამრავი ადამიანი დადის, ვინც არაფერში არის ავტობუსთან. იქ ხო დაბრუნებული შუშები დადიან მანქანაში. არა მარტო მაღალჩინოსას, დეპუტატებს ჰქონდათ ჩვეულებრივად, ქართული ოცნების დეპუტატებს, საკრებულოს წევრებსაც კი აქვთ, თქვათ, უფლება გადაადგილდნენ ბასლაინებზე და ჯარიმები არ მიიღონ. პატრულის მანქანა მან სასტრაფო გაიაროს, ამაში მეგონი პრობლემას რაინ არ ხედავს. მაგრამ იქ ხო დაბრუნებული შუშები დადიან მანქანაში. თუ გახსოვთ იაგო რომ პარლამენტში ამ დაბრუნებულ შუშებზე საუბრობდა, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა რომ დაბრუნებულ შუშები იმიტომ არის აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომ ეს სპეცსამსახურების მანქანა არის. და ნუ სასაცილო გამოვიდოდა, იმიტომ რომ თუ ყველა მიცს რომ დაბრუნებულ შუშების სპეცსამსახურების მანქანაა, მაშინ რა აზრი დაბრუნებულ შუშებს დააძლევს რომ სპეცსამსახურებია და ეგ არის. მაგრამ ესენში ამბავი რაში მდგომარეობს. რეალობაში ქართული ოცნების ზოგადად სტილი არის ის, რომ ხალხი არ გააღიზიანო კორუფციით. გასაგებია, რომ რაღაც ministrები და სხვა მაღალჩინოსნები იპარავენ ფულს. ეხლა ამას ვერაფერს ჯანდაცვის სისტემა აიღე. კორუფციით გატანილია შინებლობაში რა ხდება, უბრალოდ მე მგონი ვინმე თუ ჩახედილია, გასაგებია, რომ ისე რაღაც კორუფციის მეტი რა არის. მაგრამ მეორე მხრივ შენ თუ ფულს იპარავ და მეორე დღეს ფერით დადიხარ, ან რაღაც პოშეტით დადიხარ და რაღაც სულგულავ და შემდეგ ხალხი ეს გაღიზიანებას იწვევს, შურის და უთანასწორობის აღქმა იზრდება და ამას შეიძლება ბუნებრივად გამოიწვიოს პროტესტი. ამიტომ რომ დააკვირდეთ, ქართული ოცნების მთავრობა იმასთან შედარებით შეიძლება რომ ქონდეს, ან რა ფულით ზოგადად მათ გააშნიათ, რესურსით რაც გააშნიათ, შედარებით ასე შიდა თუ ჩუმად იქცევა, ანუ გასაგებია ვიღაც მდიდარია, მაგრამ ახლა კალაძე რომ მდიდარია, ამაში ხო არაფერი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ზოგადად კალაძე ისედაც მდიდარი უნდა იყოს. ამიტომ კალაძეს თუ ყავს პორშე, ამაში ტრაგედია ზოგადად არის, მაგრამ დეპუტატებს რო გადახედოთ, ნუ რაღაც კამრით დადიან, ნუ კამრი არ არის პორშე, თუმცა ბევრ მათგანს ალბათ შეიძლება პორშეც ეყიდა. აქედან გამომდინარე, ძალიან გაღიზიანებას ადამიანებში მათი ქცევა არ იწვევს. და ერთ-ერთი ელემენტი ეს დაბრუნებულ შუშებს რატომ საუბრობდი, არის ეს, იმიტომ რომ ცენტრში მარტო სუსის მანქანები არ დადის. ჩვეულებრივ ნაროშელოვკები რო არის, რასაც ეძახიან, ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს აქვს. არა მარტო მაღალჩინოსანს, დეპუტატებს ჰქონდათ ჩვეულებრივად, ქართული ოცნების დეპუტატებს, ვიცი რომ რაღაც გამიგია რომ საკრებულოს წევრებსაც კი აქვთ, თქვათ, უფლება გადაადგილდნენ ბასლაინებზე და ჯარიმები არ მიიღონ. და მაგრამ ადამიანმა რომ დაინახოს ეს რიგითი მოქალაქე, ანუ სახეზე ისნოს, რომ დეპუტატია და არანაირი სპეცსამსახურების წარმომადგენელი არის, გაბრაზდება და იტყვის, რომ არა მარტო სპეცსამსახურები დადიან თურმე და პოლიცია და სასტრაფო ბასლაინებზე, არამედ ჩვეულებრივი ტიპები რა. და ამიტომ ეს არ მოხდეს, დაბრუნებული შუშები დადიან და ნუ პოლიცია მიცის, რომ ამ ტიპის გაჩერებამაც მაინც აზრი არ აქვს, ანუ არ უნდა გააჩეროს. და ადამიანს გონია რომ ის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. და ასე ფაქტობრივად იმალება ის რომ ეს ხალხი რაღაც ჩვეულებრივად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან რიგით მოქალაქეებთან და სარგებლო პრივილეგიით. არა და ახლა წარმოვიდგინეთ რომ თუ ეს ამოცანა შეიძლება ჩვეულებრივად დადგეთ კამერით, გადაიღოთ სუსლაინზე მანქანების გადაადგილება, მაგალითად მე თამარაშვილს რომ მომდივარ ზოგჯერ სუსლაინზე ბევრად უფრო მეტი მანქანა, ჩვეულებრივი მანქანა, ვიდრე ავტობუსი. და რომ დადგეს ასეთ გზაჯვარედინზე, სადაც მოძრაობა აქტიური, ჩვეულებრივად დააკვირდე ამ მანქანებს, მე ნახო ვისი რა მანქანა, მაგალითად დეპუტატების მანქანები ამოიცნო, საკრებულოს წევრების მანქანები ამოიცნო, დასვენებლივარ ვიღაც მათი ახლობლების მანქანების აღმოჩნდება იქ. და მე ეს გააშუქო, რომ აი როგორ გადაადგილდებიან ჩვეულებრივი დეპუტატები დაბრუნებული შუშებით, ნუ დეპუტატი არ არის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, არც რაღაც იცი რა ქვია, ბასლაინზე გადაადგილების უფლება აქვს პარლამენტის საშუალებას მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რასაც გადავწყვეტ პარლამენტის საშუალებას, რა ვიცი, პარლამენტის პარკინგზე შეხვიდე. ზოგ შემთხვევაში პარლამენტის ეზოში შეხვიდე, მაგრამ ამის მეტი არანაირი პრივილეგიას არ გაძლევს. მაგრამ ვისაც აქვს სათანადო ცნობა,
აფორმებენ ამას ვითომ როგორც სპეცსამსახურების მანქანას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს აჩვენა ადამიანებს რაღაც ვირტუალურ მას პრობლემებს კი ილაპარაკო ან არარსებულ ან რთულად დამტკიცებად კორუფციაზე არამედ ისაც სასახარა შეგვიძლია პირდაპირ აჩვენო რა ხალხო აი ნახეთ ამ კაცმა დაარღვია კანონი მაგრამ არ დაისაჯა რატომ რაღაც კორუფციული გარიგება აქვს ან რაღაც სხვა ტიპის პრივილეგია აქვს და არ ჭირდება ამას რაღაც დიდი შრომა რამდენიმე ადამიანი ჟურნალისტური გამოძიების მასშტაბის ამბავია რომ თქვათ იცოდე რომელი დეპუტატი რა მანქანით გადაადგილდება და მე თქვათ პარლამენტის მიმართულებით სადაც საცობი ჩდება იქ დაელოდო დააკვირდე დადის თუ არა ბასლაინზე თუ არ დადის და მე ჩვეულებრივად მაგალითად ნახო არის თუ არა ეს ჯარიმები გამოწერილი. ასე რომ ამ შემთხვევაში ის რაც ყოველდღე ხედავს და ადამიანებისთვის დამალულია რომ აი ხალხში ეს რაღაც ბრაზი არ გაჩნდეს, ხალხში არ გაჩნდეს ეს აგრესია, იმიტომ რომ უთანასწორად ეპყრობიან, რაღაც წესრიგია მოწყობილი, მაგრამ შეიძლება აჩვენო რომ აი კი შენთვის კი არ ავტობუსის კი არ გააკეთეს ეს ბასლაინის სამდროში თავისთვის პრივილეგირებული ადამიანებისთვის გააკეთეს ეს ზოლები, სადაც ავტობუსებიც დაუშვეს, მაგრამ თვითონ სამსახურში უფრო სწრაფად გადაადგილდებიან და შენ შეგიძლია ჩვეულებრივად იდგეს საცოლში.